მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ცოტა შეუძლოთ გრძნობ თავს. სავარაუდოდ ვირუსი მხვდება, მაგრამ რადგან შევკერდით პირობაა და დღეს ჩავწეროთ ვიდეო აფრიკული გვირილას დაკარმებასთან დაკავშირებით. მე ესენი 2 თვის წინ გავსხალი და ნახეთ უკვე როგორ კარგად წამოუვიდა ტოტები. ამის გასვლას აღარ ვაპირებ, მაგრამ ეზოში მაქვს შემორჩენილი ნერგები, რომელიც არ ამომეღია და არ შემომიტანია სათბურში და იმათ მაგალითზე გაჩვენებთ, როგორ დავაფესვიანოთ აფრიკული გვირილები. მანამდე გაჩვენებთ ფაქტებს, რომ ნამდვილად გამოდის ამ მეთოდით და უბრალოდ ვიდეოს არ ვწერ. ზიარებთ ისეთ მეთოდებს, რაშიც დარწმუნებული ვარ და უკვე წლებია გამომყავს ნერგები და აი ასე გამოიყურება 2 თვის წინ დაფესვიანებული ჩვენი აფრიკული გვირილები. ამის გარდა მაქვს კიდევ კასეტებში, ესეც კასეტებში დაფესვიანებული აფრიკული გვირილები. აი ნახეთ, აქ ყველა ნერგი კარგად არის გარდა ერთისა. და აქაც აი ბოლოში არის 3 ცალი გაფუჭებული. ახლა მოვიმარჯვოთ მაგრატელი და წავიდეთ კალმების ასაჭრელად. ესეც ჩემი ეზოს აფრიკული გვირილა. ეზოსაც იმიტომ ამბობ, რომ ეზოში მაქვს დარგული, თორემ შეგიძლიათ ქოთანშიც გქონდეთ და ეზოშიც. ყინვას ვერ უძლებს და ზამთარში უნდა შეიტანოთ სახლში, მაგრამ სათბურში უკვე ბევრი ნერგი მაქვს და ამას ალბათ არ ამოვიღებთ და თან მაინტერესებს როგორ გამოივლის ზამთარს იქნებ და რაიმე შეიცვალა ჩვენთან და გამოიზამთროს აფრიკულმა გვირილამ. ეხლა გაჩვენებთ, უყუროთ, აი ან დაყვავილებული ტოტი უნდა შეარჩიოთ, ან წვერის მხარე. ანუ გულისხმობ, რომ აი ასეთი უკვე მოჭრილი პრინციპში ესაც ფესვიანდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით აი ასეთი ტოტები უფრო კარგად ფესვიანდება ამას უყურთ. რა გინდა მანდ? აი შევჭრათ ახლა ესეთი ტოტი, ნახეთ. კასეტებშიც ფესვიანდება. და მე ახლა რადგან ადგილი აღარ მაქვს სათბური გადავავსე, დავაფესვიანებ კონტეინერში. აი ასეთ ვაიმე ცალი ხელის ცოტა რთულია, იქითაც იყურო, აქეთაც იყურო, მაგრამ მაინც დაგანახებთ მე როგორ ვამზადებ. ძალიან მარტივია ამის დაფესვიანება და კალმის შერჩევა და გასუფთავება. დიდი გაიზარდა ერთი ძირისთვის, კარგი, დიდი ზომა, იქითაც არის ტოტები გადასული. ესეც ჩვენი ტოტები, მიწა უკვე მომზადებული მაქვს. მოდი ჯერ კონტეინერში ჩავყაროთ მიწა და თან ადგილი გამომითავისუფლდება, აქ კარგად დაგანახოთ კალმებს როგორ მოვამზადებ. თავსაფარი არ გვჭირდება, ამიტომ მოვაჭრი. ძირი აქვს სადრენაჟეთ დახვრეტილი, კარგად უნდა გაატაროს წყალი, რომ არ დალპეს. ნიადაგი არის ტორფი, პერლიტი და ეზოდან აღებული მიწა. რა თქმა უნდა, ტორფი უფრო მეტი არის, ვიდრე ეზოს მიწა, იმიტომ რომ ჩვენთან ცოტა მძიმე მიწაა და ამიტომ ბევრს არ ვიყენებ ხოლმე. მოკლედ, ეხლა ეს კარგად მორწყულია, აქ გადმოვიტან ახლა კორნევინს. რაც შეეხება კორნევინს, ეს გასაყიდად გამზადებული მქონდა, მეტი აღარ მაქვს, დღეს უნდა ჩამოსულიყო კორნევინი და არ მოვიდა რავი რატომღაც დააგვიანა ჩამოსვლა. ხო, ბევრგან შემხედრია ხოლმე, რომ არაფერს არ ვიყენებ, რაღაც ისე ამბობენ ხოლმე, ანუ რადგან კორნევინს ვიყენებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მეთოდით არ გამოვა, ან ვერ დავაფესვიანებ, ან არ დაფესვიანდება. მთავარია შეარჩიოთ სწორი ადგილი და დრო. დროსაც რაც შეეხება, მთავარია რომ თუ ახლა ამ პერიოდში სიცივეში დააფესვიანეთ, შესაბამისი ტემპერატურა გქონდეთ სათბურში და შესაბამისი ადგილზე დადოთ, მზის გულზე არ უნდა იყოს. ახლა ამ თავს მოვაჭრი, იმიტომ რომ თვითონ კალამა იმუშაოს ფესვზე და არ ეცადოს, რომ მაღლა გამომშალოს კოკორი. კოკორი ქონდა და მოვაჭერი. ეხლა ეს ამოვავლებთ კორნევინში და დავფერთხავთ, რომ ბევრი კორნევინი არ გაყვეს და არ დაიწყოს ხმობა, არ გამოაშროს კალამი. გარშემო შემოუდგებნით, როგორც არგირანთემუმი გავაკეთეთ, დავაფესვიანეთ, აი ზუსტად იგივე პრინციპით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მუხლი ექნება, ტოტი უნდა იყოს ნედლი, არ უნდა იყოს გამერქნებული. ისევ იგივე პრინციპით, თუმცა, როგორც წეგან თქვი, შეგიძლიათ კორნევინის გარეშეც გააკეთოთ, დააფესვიანოთ კალმები. დაბლა ფოთლებს ვაცლით, რომ არ მოყვეს მიწაში და არ დალპეს, მაღლა თავს ვაჭრი, იმ შემთხვევაში თუ კოკრები აქვს, აი ახლა ნახე, ამ შემთხვევაშიც კოკორი აქვს და ყვავილის გაშლაზე რომ არ დახარჯოს მთელი ენერგია, ჯობია რომ მოაცალოთ კოკორი და ეცადოს რომ გაიკეთოს ფესვი. რა თქმა უნდა, კორნევინის გარეშეც ჩვეულებრივად დაფესვიანდება
90% არის შანსი, მაგრამ 90% რა თქმა უნდა, როდესაც რეალიზაციას ახდე, ჯობია რომ 100%-იანი შედეგი მივიღოთ. თორემ დაფესვიანებით მაგის გარეშეც დაფესვიანდება. აქაც კოკორი აქვს, მოკლედ ვერ გაუგიათ ამ ყვავილებს. აი, პირდაპირ ჩავარჯობ ახლა. გაზაფხულია თუ შემოდგომა. ეს ფოთოლი ტკდება და ამასაც მოვაცლი, ესე პირდაპირ სწორად შედებ და გარშემო შემოუდგებინით მიწას, რომ კალამმა იგრძნოს მიწა და დაიწყოს ფესვის გაკეთება. მორწყავთ მაშინ, როდესაც საჭიროება მოითხოვს, მიხვდებით, მიგახვედრებთ თვითონ კალამიც და წყალიც რომ გამოუშვება, ნიადაგსაც შეეტყობა. ვდგავთ ისეთ ადგილას, სადაც პირდაპირ მზის სხივები არ დაეცემა, რომ არ დაიწვას ჩვენი კალმები. მე მაქვს სათბურში, სადაც 20 გრადუსამდე ადის სითბო. ასე კონტეინერში დაფესვიანებით მეზოგება ადგილი და გაზაფხულზე უკვე გადავიტან ცალკეულ ქოთნებში. მაქვს როგორც ხუჭუჭები, ასევე მარტივყვავილიანები სხვადასხვა ფერში. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. კითხვები დამიწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ აუცილებლად. მანამდე კი გადააზიარეთ ვიდეო, რომ მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს და მეტი სტიმული მომეცეს და მეტი ვიდეოები გაგიზიაროთ ხოლმე.